ესე იგი, მე თქვენგან მივიღე წერილი, სადაც ჩამოთვლილი იყო საკითხები და ნათქვამი იყო, რომ გაქვთ კითხვები 20 ივნისთან დაკავშირებით. მინდა თქვენი ყურადღება გავამახვილო იმაზე, რომ 20 ივნისთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო მე-3 თუ მე-4 დღეს და მას შემდეგ გავიდა 6 წელი. ამ 6 წლის განმავლობაში მე აღარ ვარ ხელისუფლებაში უკვე 4 წელი. შესაბამისად, ყველანაირი ინფორმაციაც, დროც, შესაძლებლობაც არსებობდა იმისთვის, რომ ეს გამოძიება დროულად დასრულებულიყო. გარდა ამისა, მინდა თქვენი ყურადღება გავამახვილო, რომ 20 ივნისზე ასევე იყო დაწყებული გამოძიება იმასთან დაკავშირებით პირველ რიგში, თუ ვინ გასცა მაგალითად პარლამენტის შენობის შტურმზე ბრძანება. ეს გამოძიება ჩვენ დაწყებული ქონდა და ეს გამოძიება დღეს შეჩერებულია. ამასთან ერთად, ხაზგასმით მინდა გითხრათ, რომ 20 ივნისთან დაკავშირებულ გამოძიების საქმის მასალებში არის აბსოლუტურად ყველაფერი და დარწმუნებული ვარ მე, ქალბატონო თავმჯდომარე, რომ თქვენ ძალიან კარგად იცნობთ ამ მასალებს, ყოველ შემთხვევაში უნდა იცნობდეთ, იმიტომ რომ თქვენს მიერ არის იუსტიციის მინისტრობის დროს გაგზავნილი ეს მასალები სტრასბურგში, ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს მასალები არის სრულყოფილად გაგზავნილი. გავიგე და მესმის, რომ დღეს შეიძლება აქტუალური აღარ არის საკითხი, ვინ გასცა 20 ივნისს პარლამენტის შენობაზე შტურმის ბრძანება და მესმის ძალიან კარგად, რომ სტრასბურგის გადაწყვეტილები ცავა და სხვების საქმესთან დაკავშირებით მოგყავთ, მაგრამ ასევე მინდა გითხრათ, ვაფასებ თქვენს გამოცდილებას სტრასბურგში მუშაობის, მაგრამ სტრასბურგს არ უთქვამს არაფერი მსგავსი, რაც თქვენ ხა ჩამოთვალეთ. სტრასბურგმა პირველ რიგში თქვა შემდეგი რამ. მან დაადგინა ხარვეზი გამოძიების ნაწილში. ეს არის ზუსტად ის, რასაც ჩვენ ვამბობდით და დიდი ხანია ვითხოვდით, რომ ეს გამოძიება რაც შეიძლება სწრაფად დასრულებულიყო, ეს ერთი. და მეორე, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, სტრასბურგმა დაადგინა და მიანიშნა, რომ არ არსებობდა სამწუხაროდ ფართო კონტექსტის გაანალიზების შესაძლებლობა. რაც შეეხება ფართო კონტექსტს. ფართო კონტექსტის ნაწილში აბსოლუტურად სრული პასუხისმგებლობით მინდა გითხრათ, რომ სტრასბურგის სასამართლოზე უფრო დიდი და დასაბუთებული ინტერესი აქვს, რა თქმა უნდა, საქართველოს მოქალაქეებს. ისინი იმსახურებენ 20 ივნისთან დაკავშირებით ფართო კონტექსტის შესახებ უფრო მეტი ცოდნის ინფორმაციის არსებობას და წვდომას იმისთვის, რომ შესაბამისი დასკვნები გააკეთონ. რაც შეეხება ფართო კონტექსტს, მე ძალიან მაინტერესებს და ვთვლი უბრალოდ, რომ ფართო კონტექსტის გასააზრებლად ჩემთან ერთად ამ კომისიამ უნდა გამოკითხოს ივანიშვილი. ფართო კონტექსტის გასააზრებლად ჩემთან ერთად ამ კომისიამ უნდა გამოკითხოს გავრილოვის ჩამომყვანი, მისი მასპინძელი, ადამიანი, რომელმაც აიღო ყველა სახის გარანტია და პასუხისმგებლობა თავის თავზე, რომ გავრილოვის ჩამოყვანის შედეგად შექმნილი რისკები არ იქნებოდა დამაზიანებელი და იქნებოდა მართვადი და ამის შემდგომ დაჯდა და გაიპარა. მე ვთვლი, რომ უნდა გამოკითხოთ გენერალური პროკურორი, რომელიც ამდენი ხანი იძიებდა ამ საქმეს და სტრასბურგმა სკოლეთ ამაზე მიანიშნა, რომ გამოძიება არის გახანგრძლივებული. მე ვთვლი, რომ უნდა გამოკითხოთ აუცილებლად სუსის ხელმძღვანელი, რომელსაც წინასწარ უნდა გადაეზღვია ეს რისკები, რაც მისი პირდაპირი ვალდებულებაა და ინფორმაცია მიეწოდებინა სხვადასხვა უწყებებისთვის. მე არ ვიცი თქვენ ამას გააკეთებთ თუ არა, მაგრამ თქვენ თუ ამას არ გააკეთებთ, მაშინ ეს კომისია იქნება ნახევარი სიმართლის კომისია, შესაბამისად ტყუილი სიმართლე. ეხლა რაც შეეხება 20 ივნისის კონტექსტს. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ 20 ივნისს მე ამ შენობაში ვიცავდი სახელმწიფოს, არა პარტიას, არა ხელისუფლებას, არა ცალკეულ აღებულ ადამიანებს, არამედ ვიცავდი სახელმწიფოს. მაშინ აბსოლუტურად გულწრფელად გეუბნებით და პასუხს ვაგებ თითოეულ სიტყვაზე, რომელსაც ვამბობ. მაშინ დარწმუნებული ვიყავი, რომ აი გავრილოვის აღმოჩენა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში იყო იდიოტური შეცდომა.
მაგრამ დღეს უკვე ასე აღარ ვფიქრობ. დაგიხსნით რატომ? იმიტომ რომ ის პროცესები, რომელიც შემდგომ მოხდა 21 წლის 18 თებერვალს, ჩემი გადადგომის ღამეს, ძალიან იდენტურად იმეორებდა ყველაფერს, რაც მოხდა 20 ივნისს და ამის ცოცხალი მაგალითი ხართ თქვენ, ქალბატონო თავმჯდომარე. გაგახსენებთ და მეც სულ ახლა ხანს გამახსენდა, რომ სწორედ იმ ღამეს თქვენ როგორც სხვა ბევრი, როდესაც ინფორმაციას გაწვდიდით და საქმის კურსში გაყენებით მიმდინარე ოპერატიულ მდგომარეობაზე, როგორც პოლიცსაბჭოს, ასევე მთავრობას, თქვენ უმრავლესობა ემხრობოდით იმ პოზიციას, რომ იმ ფორმით და იმ ღამეს მელიას დაკავება იქნებოდა შეცდომა. ზუსტად მახსოვს თქვენი სიტყვები, რომ თქვენ როგორც ყოფილი იუსტიციის მინისტრი ნაცების ოფისს მიანიჭებდით პენიტენციური დაწესებულების ნომერს და თვლიდით, რომ ეს იქნებოდა დიდი შეცდომა. თუმცა მაშინაც 18 თებერვალს 21 წლის უჩინარი კაცი როგორც ჩანს, ჩაერთო პროცესების მართვის პროცესში და თქვენ ყველას შეგაცვლევინათ აზრი და ზუსტად 1 საათში თითოეული თქვენგანი ყველა გაქრა. მე დღეს დასაბუთებული და გონივრული ეჭვი მაქვს, რომ შესაძლებელია რაიმე მსგავსი რამ მოხდა 2019 წლის 20 ივნისსაც. რაც შეეხება 20 ივნისს. 20 ივნისთან დაკავშირებით, ქალბატონო თავმჯდომარე, მე მიცემული მაქვს ორჯერ ჩვენება საქართველოს პროკურატურაში. მე ჩემს ჩვენებებს ესე არ ვცვი. იმედი მაქვს და თქვენ გქონდათ ამის უფლება, გამოთხოვილი გაქვთ მასალები და ნანახი გაქვთ ჩემი დაკითხვა და გაცემული პასუხები. დღეს აქ და იმედი მაქვს, რომ ამ სხდომისთვის მოემზადეთ. რაც შეეხება დღევანდელ დღეს, გულწრფელად გეუბნებით, ქალბატონო თეა. მე დღეს აქ მოსვლას არ ვაპირებდი. აგიხსნით რატომ? უბრალოდ ამ კომისიის მანდატი და კონტექსტი არ მესმის. იმიტომ რომ ფაქტია, რომ თქვენ თუ ვინ გასაბრძანება პარლამენტის შტურმის შესახებ არ გაინტერესებთ და სხვა საქმეებშიც, რასაც მე კომისიის მუშაობას თვალს ვუყურებ, ვადევნებ, მთავარ ფიგურანტებს, ნაცების წარმომადგენლებს უბრალოდ არ ეძახით. თქვენ არ აპირებთ ნაცების გასამართლებას, ანაკრძალვას. მე არ ვიცი თქვენ რას აპირებთ. ამიტომ მე ამის კონტექსტს ვერ ხედავდი. ეხლა რაც შეეხება რას ვხედავ მე ამ კომისიაში? მე ხო ჩემი აზრის გამოთქმის უფლება მაქვს, ხო? მე ვხედავ, რომ თქვენ ამ კომისიას იყენებთ ჰიბრიდული ომისთვის, საინფორმაციო და ფსიქოლოგიური ზეწოლისთვის საქართველოს მოქალაქეებზე და ზუსტად მსგავსი რამ მოხდა ისეთი სიმბოლური გმირის, როგორიც არის ანწუხელიძის გმირობის გაუფასურების კონტექსტში. მაშინ გულწრფელად ვამბობ, არ ვამატებ არც ერთ სიტყვას. მაშინ ჩავთვალე, რომ მე ვარ ვალდებული მოვიდე აქ. ეს არ ნიშნავს იმას, რომ მე ამ კომისიას ვაღიარებ. მე რომ ამ კომისიას ვაღიარებდე, ჩვენ აქ ორი ადგილი გვაქვს და ჩვენი წარმომადგენლები იქნებოდნენ აქ, მაგრამ მე ვაღიარებ იმას, რომ ამ კომისიის ჰიბრიდული ზემოქმედების ძალა საქართველოს მოქალაქეებზე სამწუხაროდ მუშაობს და მე უნდა გავაკეთო ყველაფერი. სადაც შემიძლია, როგორც შემიძლია, ჩემი აზრი დავაფიქსირო თუ განსხვავებული აზრი მაქვს. მადლობთ ყურადღებისთვის.